სადავ არ არის და ვინც ამას ამბობს ყველა მართალია, მაგრამ რამდენად ეშინოდა 4 ოქტომბრის გეგმის. ხო, არა, მე მაგას თან დაკავშირებით მაქვს უბრალოდ ეს აზრი, რომ მე მგონია ქართულ ცნებას ადეკვატური აქმა რეალობის აქვს დაკარგული. მას ეშინია 4 ოქტომბრის ეშინია პერსონალიების, შეიძლება იგივე პერსონალურად ხაბეიშვილის, შეიძლება პერსონალურად ვიღაცის, ვინც გონიათ რომ არის ჩართული ამ პროცესში, მაგრამ თავარი რაც მათ განაჩენს გამოუტანს ამ შემთხვევაში და რისიც რეალურად უნდა ეშინოდეს, ეს არის მათი იდეოლოგიური კონფლიქტი ქართულ საზოგადოებასთან და ქართველ ერთან. ახლა შენ ართმევ ადამიანებს ევროპული არჩევანის უფლებას, არჩევანის, რომელიც მიდიან მეფემ გააკეთა მე-4 საუკუნეში და რომელიც ურყევი იყო და ამის გამო ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს წირავდნენ, იბრძოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ეს არჩევანი დაეცვათ, ამისთვის იბრძოდა დიდგორის ბრძოლაში დავით აღმაშენებელი და შენ აი ამ ყველაფრის მერე გეშინია კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ მოდი ამის გამო ხელისუფლება მოვაშოროთ ამ ქვეყნიდან, ხო? მე მგონია ეს არის არაადეკვატური აქმა რეალობის, როცა შენ მიზეზებს ვერ აღიქვა, ებრძვი შედეგებს. ახლა ლევან ხაბეიშვილი გამოვა ამ პროცესის წინააღმდეგ, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია თუ ნიკა მელია, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ბოროტება, რომელსაც ჩადის ეს ხელისუფლება, ისტორიული, ეგზისტენციალური ბოროტება. ქართულ ხალხს ართმევს იმას, რაც მისია. ახლა აი მარტივად რო ვთქვათ, ხო? ჩვენმა წინაპრებმა რაღაცა იდეა და ღირებულები ჩვენამდე მოიტანეს, ბოლო 30 წელი ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ბევრი ვერაფერი ვერ გააკეთა ქართული ხალხისთვის, მაგრამ რაღაცა გააკეთა და ამ რაღაცის ერთ-ერთი ესეთი არსებითი რამე არის ვიზა ლიბერალიზაცია, ხო? ბატონ გედევან, ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა ახლა ვისაუბროთ იმაზე, შეიცავდა თუ არა ის, რასაც ხაბეიშვილს ედავებიან დანაშაულის ნიშნებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. საუბარია ფაქტზე, როცა ხაბეიშვილი მაყურებლებს მინდა რომ შევახსენო, ტელევიზიებისა თუ სოციალური ქსელის საშუალებით ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს პირდებოდა 200,000 დოლარის გადახდას იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, არაფერს გააკეთებდნენ. ორივე სიტყვით მაინც შევაფასოთ ეს ყველაფერი, ხო, პროფესიით რამდენადაც მახსოვს შესაძლოა მართლა საინტერესოა თქვენი შეფასება, რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ეს არის დასაცინი პოზიცია იმათი მხრიდან, იმიტომ რომ ახლა მე თუ თქვენ გეუბნებით, რომ თუ თქვენ კეთილსინდისიერად შეასრულოთ, ახლა მე ვიცი რომ თამი არის, როცა შენ ვიღაცას ფულს აძლევ იმისათვის, ან რაიმე სხვა სიკეთეს იმისათვის, რომ მან თავისი თანამდებობის მდგომარეობის ხარჯზე რაღაცა სიკეთე შენ მოგცეს. ახლა როგორც წესი ქთამი არის ლატენტური დანაშაული, ხდება ფარულად, არავინ ტელევიზიით არავის ქთამს არ პირდება და მით უმეტეს არავინ არ პირდება ქთამს იმაში, რომ თუ შენ კანონს არ დაარღვევ, ესე იგი მოსამართლეს რო უთხრა, რომ თუ შენი სინდისის შესაბამისად გადაწყვეტილებას მიიღებ, მე შენ ფულს მოგცემ, თუ მთავრობის წარმომადგენელს ეტყობა, თუ შენ კეთილსინდისიერად შეასრულებ შენ მოვალეობას, მე შენ რაიმე ფულს მოგცემ, აი ამაში ქთამის კვალიფიკაცია სამართლებრივად რატო უნდა იყოს? შეიძლება ეს იყოს სადაო ვიღაცამ თქვას, რომ ასეთი საჯარო განცხადება მაინც არ არის ეთიკური ან სწორი და არასახელმწიფოებრივი. ამაზე შეიძლება ვიღაცებმა იდეონ, მე მაგაშიც ვერ ხედავ არანაირ პრობლემას, იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილს არ უთქვამს, რომ მე თუ თქვენ სახელმწიფოს გადაატრიალებთ და სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღებთ მონაწილეობას, მაგაში ფულს მოგცემთ, ხო? საუბარი არის იმაზე, რომ თუ პოლიციელი თავის სამსახურებრივ მოვალეობას კეთილსინდისიერად შეასრულებს, ამაში ისპირდება რაღაცა ანაზღაურებას, ხო? მე ამას მხოლოდ და მხოლოდ იუმორის კუთხით უყურებ. მიმაჩნია რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული პოლიციელები არ უნდა მიიღონ. ეს ისედაც ამათი მოვალეობა, რომ მათ უკანონო დავალებები არ უნდა შეასრულონ. ხალხი ქუჩაში უბრალოდ არ უნდა გალახონ, არ უნდა იძალადონ არავიზე. არაფერი განსაკუთრებული გასამბჯოლო მათ ამაში არ ეკუთვნეს. ისინი როცა იწყებენ საქმიანობას და პოლიციაში მუშაობას და აფორმებენ შრომით ხელშეკრულებას სახელმწიფოს და ეს ავტომატურად მოიაზრება, რომ მათ კანონიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ და ემსახურონ კანონს და ხალხს.